მოგესალმებით. Როგორც თქვენთვის ცნობილია, დესკტოპზე განთავსებული პროგრამები და საქაღალდეები ყველაფერი ფაქტიურად განთავსებულია ეგრეთ წოდებულ C დისკზე. რაც უფრო დატვირთულია C დისკი, მით უფრო ნელა მუშაობს კომპიუტერი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დესკტოპი გქონდეს ნაკლებად დატვირთული, რომ ჩვენმა კომპიუტერმა იმუშაოს უფრო სწრაფად. მაგრამ, როდესაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებულია ამა თუ იმ პროგრამასთან ან საქაღალდესთან, ყოველთვის გვირჩევნია ეს საქაღალდეები ან პროგრამები განთავსებული გქონდეს ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ ადგილაზე და ეს ადგილი არის სწორედ ჩვენი დესკტოპი. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საქაღალდეები იყოს ჩვენთვის ხელმისაწვდომი და ამასთანავე ჩვენი კომპიუტერი არ იყოს ძალიან გადატვირთული, ანუ C დისკი არ იყოს ძალიან გადატვირთული. ამისათვის მნიშვნელოვანია ჩვენი რესურსები გადავიტანოთ, ანუ დესკტოპზე განთავსებული საქაღალდეები განვათავსოთ D დისკზე. მაგრამ როგორ გავხადოთ ისინი ადვილად ხელმისაწვდომი ჩვენთვის? ამისათვის მოვიქცეთ შემდეგნაირად. შევინახოთ ჩვენი საქაღალდე D დისკზე, შემდეგ გადავიდეთ D დისკზე. მოვძებნოთ ჩვენთვის საინტერესო საქაღალდე, რომელიც გვინდა რომ განთავსებული იყოს ჩვენს დესკტოპზე, ხელმისაწვდომი რომ მარტივად იყოს ჩვენთვის. დავაწყაპებ მასზე მარჯვენა ღილაკით, მაუსის მარჯვენა ღილაკით და გამოსულ მენიუში დავაწყაპებ ბრძანებას Create Shortcut, ანუ მოცემული საქაღალდის shortcut შევქმნი. მას შემდეგ, რაც დავაწყაპე Create Shortcut, ხედავთ, რომ შეიქმნა იგივე სახელიანი საქაღალდე, ოღონდ მოცემულ საქაღალდეს აქვს დაბლა მოღუნული ლურჯი ისარი. გადმოვათრევ ამ საქაღალდეს ჩემს დესკტოპზე. აქ შემიძლია სულაც წავშალო. დიდი ზომის საქაღალდეების შორტკატების შექმნა დაიცავს თქვენს კომპიუტერს გადატვირთვისაგან. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებებს გისურვებ.